საგზაო მოძრაობის წესებში ცვლილებები არეგულაციები გამკაცრდა, გაიზარდა ჯარიმები, გამკაცრებული ნორმები მძღოლებთან ერთად ქვეითად მოსიარულეებზეც ვრცელდება, საგზაო უსაფრთხოების წესების ან მონიშნების იგნორირება გახუთმაგებული ჯარიმებით დაისჯება. პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული ცვლილებებით ფინანსურად დასჯადი ხდება ეგრეთ წოდებული დრიფტიც. ძალაში შევიდა სხვა აკრძალვებიც. უზრუნველყოფს თუ არა ახალი კანონი საგზაო უსაფრთხოებას სპეციალისტებს შორის არაერთგვაროვანი მოსაზრებებია. 2025 წლის პირველ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპული 112 ადამიანიდან თითქმის ყოველი მეორე ფეხით მოსიარულია. სპეციალისტების თქმით, ეს ოფიციალური სტატისტიკა იმის თვალსაჩინო მაგალითია, რამდენად ხშირად არღვევენ მძღოლებითა და ქვეითებით საგზაო მოძრაობის წესებს. ამ მდგომარეობის გამოსწორებას ისახავს მიზნად კანონის ცვლილება, რომლის შედეგადაც საგზაო წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. თუ კი ქვეითად მოსიარულე შუქნიშანს არ დაემორჩილება, ან გადავა ისეთ მონაკვეთზე, სადაც ზებრა გადასასვლელი არაა, 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. ავტომაგისტრალებზე კი იგივე დარღვევაზე ჯარიმები ორმაგდება. მაგისტრალებზე, სადაც ისედაც ინტენსიური და ჩქარი მოძრაობა ფაქტიურად 110 კმ/სთ არის დაშვებული, აქ ჯარიმა იქნება 100 ლარი და განმეორების შემთხვევაში 200 ლარი. თუ ჯარიმებს ვდით, შესაბამისად აღსრულებას უნდა გაიზარდოს. თუმცა სპეციალისტების თქმით, ქვეითების მიერ კანონის დარღვევა ყოველთვის ქვეითის ბრალეულობა არ არის. მაგალითად, ქვეყნის მასშტაბით არაერთი მონაკვეთია, სადაც ქვეითთა გადასასვლელი კილომეტრების მანძილზე არ არის. ამას ემატება მოუწყობელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ტროტუარები, გარეგანათების არარსებობა და სხვა, რის გამოც გზის მიმდებარედ ფეხით გადაადგილება სარისკოა. სფეროს სპეციალისტების თქმით, პრობლემა კომპლექსურად უნდა მოგვარდეს და რაც მთავარია, აღსრულება ეფექტიანი უნდა გახდეს. როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურა არ არის მოწესრიგებული, ხდება წამახალისებელი ფაქტორი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის. ეხლა ჩვენ ვიცით უამრავი ადგილი ქვეყნის მასშტაბით, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა არ არის მოწესრიგებული და ძალიან მაღალია დაღუპვის მაჩვენებელი. რაც შეეხება აღსრულების ეფექტიანობას, რა თქმა უნდა, ეს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების საქმეა. მე ვფიქრობ, რომ ისინი ამას გაუმკლავდებიან. რაც შეეხება იმას, რომ ნებისმიერი ცვლილება უზრუნველყოფს, რომ მინიმუმამდე დავიდეს ეს შემთხვევები, ამაზეა ზუსტად ორიენტირებული ცვლილებები. კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება იმ ადამიანებს ეხება, რომლებსაც დასახლებულ პუნქტში ეგრეთ წოდებული დრიფტი იზიდავს. რეგულაცია ყველა სახის ტრანსპორტზე გავრცელდება. კანონი ასევე მკაცრდება იმ ტრანსპორტის მძღოლებისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული. მაგალითად, ხმაურის გამოწვევის მიზნით გადაკეთებულია მაყუჩი. ჯარიმა 200 ლარია. კანონდარღვევის შემთხვევაში პოლიციელი სატრანსპორტო საშუალებას სპეციალურ სადგომზე გადაიყვანს. ასეთი ხმაურიანი მაყუჩებით გადაადგილება არის ხმაურის დაბინძურება, რაც ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, მით უმეტეს თუ ძილის პროცესში იმყოფება ადამიანი. შესაბამისად ეს დისკომფორტი, რომ მოეხსნას მოსახლეობას, მოხდება მსგავსი ხელოვნური ჩარევების აკრძალვა. ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, საგზაო წესების დაცვის მიზნით რეგულაციების გამკაცრების მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება. ჩვენი მიზანი არ არის ჯარიმები, რომელიც იზრდება და მეც გადახდა. ჩვენი მიზანი არის პრევენციული ხასიათის ზომების მიღება. ყველას აბსოლუტურად მართებს განსაკუთრებული ყურადღება და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. როგორც ავტომობილების მძღოლებს, ვინც მართავენ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ასევე ბუნებრივია ფეხით მოსიარულეებს. დაწესდა პასუხისმგებლობა იმ მძღოლებისთვის, ვინც სხვა მძღოლების შეცდომაში შეყვანის მიზნით იყენებენ სხვადასხვა ფერის ციმციმა სიგნალებს. ამ მძღოლებისთვის როგორც ფულადი ჯარიმები დაწესდა, გარდა ამისა გამოყენებული იქნება მართვის მოწვევაზე ქულების ჩამოკლების სისტემა. ასევე მნიშვნელოვანი სიახლე შეეხო ეგრეთ წოდებული დრიფტის აკრძალვას. დღესმოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია ავტომობილის განზრახ მოცურება, ხოლო ცვლილებების თანახმად ეს რეგულაცია ასევე შეეხება მოტოციკლეტებსაც. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონებში შევიდა და პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე ამოქმედდება.